მოგესალმებით დიდი სიყვარულით, პატივისცემით, მოწიწებით, მოგრძალებით. იშურებ წარმატებას ყველა კეთილსაქმიანობაში, ოჯახის მერიდებას და ქვეყნის ბედნიერებას. ჩვენ ახლა გვაქვს მეორე შემაჯამებელი, და პირველ ბატონო შეარი გამიკეთეთ რომ გავაშიერო. პირველ ხმა ისმის? ხმა ისმის ერთი წუთი გავაშიერე. კი, ვსო ჩაერთო. პირველ შემაჯამებელზე ჩვენ საუბრობდით ზმნაზე და კიდევ ზმნასთან დაკავშირებულ ყველაფერზე. დღეს ჩვენი შემაჯამებლის თემა არის ზმნიზედა და ზმნა. და კიდევ დაახლოებით რადგანაც 1:50-მდე ტესტი უნდა გავიაროთ ყოველ შემაჯამებელზე, ამიტომ რაღაცა სხვა სახეობაც გვჭირდება. ამიტომ ვქია ჩვენს ამ ნამუშევარს სხვადასხვა სახის ტესტი, ანუ შემაჯამებელი ნომერ 2. აქ მე შევადგინე ცხრილი, რომელშიც მინდოდა რომ კარგად გამოჩენილიყო, რანაირად იწარმოებოდა ზმნიზე და ჩვენ ეს ვისწავლეთ როგორ გავიარეთ, რასაც ქვია ლექციების დროს, მაგრამ ახლა რადგანაც შემაჯამებელია, მართლაც და უნდა შეგვეჯამებინა როგორ იწარმოება ზმნიზედები და რანაირად უერთდება ზმნას, პლუს ამას რანაირად იწერება ზოგიერთი თქვა, ზოგი იწერება ცალკე და ზოგი შერწყმულად. და პლუს რა კითხვებს მიუგებს ნიზედები. ამით ნიზედები ამოიწურებოდა და შემდეგ გვაქვს შესაბამისობის რომელიღაცა ვარიანტი. ესეც არის გავლილი მასალა, მაგრამ ჩვენ ამას ისევ ვიმეორებთ. ამრიგად მე ვიწყებ ახლა რასაც ქვია განხილვას. პირველი ლექცია ჩვენ დავიწყეთ ზმნიზედებით და განვიხილეთ იქ ქართულად. მე ცუდად ვსაუბრობ, ქართულად ასე იყო. ქართულად განვიხილეთ და იმას მოვაყოლეთ ზმნიზედის თვისებები, რომ ზმნიზედას აქვს სხვადასხვანაირი მდგომარეობა, ფორმა თუ შეიძლება ითქვას, მაგრამ ფორმის ქონა ითვლება, როდესაც ორი განსხვავებული ფორმა მაინც აქვს. ანუ ამოსავალი წერტილი და იმ ამოსავალი წერტილის გარდა კიდევ ერთი ფორმა თუ არის, მაშინ ითვლება, რომ ეს სახელი არის ფორმა ცვალებადი. რადგანაც ერთხელ მიღებულ ფორმას ზმნიზედა აქვავებს, ამიტომაც ვამბობთ, რომ ზმნიზედა არის ფორმა უცვლელი სიტყვა. ჩვენ გვაქვს, მინდა მოგაგონოთ, რომ ყველა მეტყველების ნაწილში გვაქვს წარმოშობით ესა თუ ის მეტყველების ნაწილი, ასევე ზმნიზედაშიც მაგალითად ხვალ არის, ხვალ, ზეგ, გუშინ, აქ, იქ და სხვა, ეს არის წარმოშობის ზმნიზედები, მაგრამ იმის გარდა ზმნიზედები ჩამოვთვლი ახლა რომ მოგაგონოთ, ჩანდაში, ეზოში, სკოლაში, სკამზე, საფეხურზე, გამზირზე, აუში, ბათუმისკენ, სახლისკენ და სხვა, ესენი წარმოშობის ზმნიზედები არ არის, ამას რაღაცა ფორმანტები, ანუ მაწარმოებლები ემატება და ამის შემდეგ ესენი გადაიქცევა ზმნიზედებად. ამრიგად მე დავალაგე წარმოების მიხედვით ესენი. ადზე გვაქვს მარტო ადით, ანუ ვითარებითი ბრუნვით ნაწარმოები მხოლოდ 3 სახელი. შისთან დაკავშირებით გვაქვს 11 ზმნიზედა, ზეზე გვაქვს 16 ზმნიზედა. ქვეშ, რომელიც ცალკე იწერება და გვერდზე ან ირგვლივ, ეს ამაზე გვაქვს თითო მაგალითი. კენზე გვაქვს 3 მაგალითი. დან და იდან 3 მაგალითი გვაქვს. ნათესაობითში, როდესაც დაესმის ზმნიზედის კითხვა, მაგალითად მეგობრისგან მოვიდაო, ნათესაობითი, რომელსაც დაესმის ზმნიზედის კითხვა ვიმეორებ. იქ გვაქვს ერთი მაგალითი. მიცემითის ფორმები გვაქვს, ისეთი, რომელიც ყოველგვარი თანდებულის გარეშე იხმარება, მაგრამ მიუგებს ზმნიზედის კითხვას და ესეც გავლილი გვაქვს ჩვენ. დავიბადე მაგალითად 25 მარტს, ან დავიბადე 1984 წელს. ეს არის მარტს და წელს არის აბსოლუტურად დროზე მიუთითებს და არის უთანდებულო ფორმები. იქ გვაქვს ერთი მაგალითი მარტო. ზმნიზედაზე გვაქვს კიდევ როდის კითხვაზე რომ მიუგებენ 40 და 159 ცალკე განვიხილავ. საით კითხვაზე გვაქვს ერთი მაგალითი, საითკენზე გვაქვს რამდენიმე მაგალითი და როდისზე გვაქვს კიდევ 4 მაგალითი. ამრიგად ეს არის სტრუქტურა, რომელიც ჩვენ ახლა უნდა გავიმუშავოთ ზმნიზედასთან დაკავშირებით. ქართულად ვიწყებ ამ ცხრილში არის მაწარმოებლები, ფორმანტები არის დასახელებული პირველ სვეტში, ნუმერაციის შემდეგ არის ზმნიზედები, ზმნიზედათა ფორმები,
მერე გვერდით უწერია ტესტის ნომერი, რომელ ტესტია ეს და გვერდით სადაც შესაძლებელია კითხვაც გვიწერია. ეს არის ცხრილი, რომელშიც ჩანს ვნიძე და რაც შეიძლება ალბათ კარგად. პირველი ად ვითარებდი ბრუნვით ნაწარმოები ქართული არის ზმნის ესა ზეცართავის სახელი, როგორი ქართული, ასევე საინტერესო 161-ზე მეორე სვეტში 161-ზე საინტერესო არის ისევ ნაწარმოები, ინტერესიდან ნაწარმოები, ისევ ზეცართავის სახელი, რომელსაც დაერთვის ვითარებითის ნიშანი ად და դ. ცუდ ქართულ თანხმოვანფუძიანია, ცუდ თანხმოვანფუძიანია და მათ აუცილებლად ვითარებითში დაერთვის ად. იმიტომ რომ თანხმოვანფუძიანთან ვითარებითის ნიშანი არის ად. მაგრამ საინტერესო არ უნდა მოგვეჩვენოს თითქოს შეცვლილიაო ვითარებითი ბრონის ნიშანი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ ხმოვანფუძიანია სახელი ვითარებით ბრუნაში მას აქვს მარტო д ნიშანი. ად არასდროს არ ექნება. ამდენად ერთი და იგივეა თანხმოვანფუძიანისათვის ად და ხმოვანფუძიანი ზეცართავის დართული д. სამი სახელი გვაქვს ადთან დაკავშირებით ქართულად, როგორ ცუდად. ესენი ორივე პირველ ტესტშია. ხოლო 161-ში არის საინტერესო. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს ერთი 9 მაგალითი შისთან დაკავშირებით, კითხვებთან დაკავშირებით კიდევ გვაქვს ში რო აქვს ისეთი ფორმა, მაგრამ არსებით სახელებთან გვაქვს შისთან. ჩანთაში მაგალითად მეხუთე ტესტია, სად დევს საფულე დევს ჩანთაში. ეზოში ავი ძაღლია მეშვიდე ტესტი. სკოლაში გიორგი სწავლობს სკოლაში მერვე ტესტია. მაცივარში დევს კოკა-კოლა, ეს მეცხრე ტესტია. გოგონა ჩავარდა წყალში, მეათე ტესტია. მე ვცხოვრობ თბილისში 23 და 25. მე ვცხოვრობ საქართველოში, შვედეთში. ერთი 77-ია, მეორე 78 ტესტი. შემდეგ მერე გვაქვს ზესთან დაკავშირებული იგივე კითხვა. ესენი ჩანთაში რაც არის ში დართულები მიუგებს სად კითხვას. ასევე ზეზე დამთავრებულებიც მიუგებს სად კითხვას. ესენია ზეზე დამთავრებული. მე მივდივარ კონცერტზე, მე-11 ტესტი, მაგიდაზე დევს, ვაშლი დევს მაგიდაზე. ბიჭი ფეხზე იცვამ წინდას, მე-13. ამსტრონგმა მთვარეზე დადგა ფეხი, მთვარეზე მე-14. ჩიტი ტოტზე ზის, მე-15 ტესტი. შენობის გვერდზე. აი ახლა მინდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდე იმ საკითხს, რომ როდესაც ზმნიზე და მაგალითისათვის აქ იქ ქვეშ ზემოთ მაგალითად მინიმუმ რომ მითხრას სად დევს რაღაც ნივთი, აქ დევს ნივთი რომ მითხრას სადღაც ჩემთან ახლოს კი ყოფილა, მაგრამ გარკვეულად არ ვიცი სად დევს ეს ნივთი. თქვათ მაგიდაზე დევს, კარადაზე დევს, თაროზე დევს, ციმზე დევს თუ სად. ეს არის წარმოშობის მიზეზი და აქ იქ ზემოთ ქვემოთ და ესენი. მაგრამ როდესაც კონკრეტულად ზმნისედას არ ჭირდება დაზუსტება, მაგრამ ადამიანს ჭირდება კონკრეტული ფაქტი, ზუსტად იცოდეს აქ რას ნიშნავს, სად უნდა ეძებოს ესა თუ ის ნივთი. ან მაგალითად შევხვდეთ ერთმანეთს იქ, სად იქ შევხვდეთ, არ ვიცით სად შევხვდეთ. კონკრეტულად მთელ დედამიწაზე ხო არ დავიწყებ ძებნას, უნდა ვიცოდეთ კონკრეტული ფაქტი. მაშინ სწორედ ზმნისედა, რადგან ზმნისედაში არ იგულისხმება სახელები, ამიტომ ზმნისედა სესხულობს ამ სახელებს, მიმართავს სახელებს და მისგან აწარმოებს ფორმას. ასევე თვითონ ქვეშ არის ზმნისედა, სახლის ქვეშ ეს არის მე-16 ტესტი. სახლის ქვეშ ყვავილი ყვავისო, ასეთია. სახლის ქვეშ ყვავილი მართლა და ვერ აყვავილდება, მაგრამ ეს მაგალითი მოტანილია იმისათვის, რომ შეიძლება ტესტში ეს შეხვდეთ, იმისათვის, რომ ქვეშ არის თვითონ ზმნისედა, არ არის ის როგორც ში ან ზე თანდებული, მაგრამ აქ ასრულებს თანდებულის მოვალეობას. გვერდი, თქვენ იცით, რომ გვერდი არის არსებითი სახელი. გვერდზე არის ზმნისედა. ეს არის მე-17 ტესტი აქეთ პირველ სვეტში. შენობის გვერდზე. გვერდის იბიმეორება არსებითია, ზედართული არის უკვე ზმნისედა, მაგრამ ისევე გამოიყენება როგორც მაგალითად სახლის ქვეშ. ნამდვილი ზმნისედა ქვეშ სახლის გვერდით როცა არის, მიუგებს მაინც ზმნისედის კითხვას. ერთ კითხვას მიუგებს, სად არის ეს ყვავილები, სად ყვავის? არასწორი პასუხების ნაწილია ეს. არასწორ პასუხებში არის სახლის ქვეშ. ქვეშ არის ესე იგი
თვითონ ზმნიზე და რომელიც ასრულებს თანდებულის მოვალეობას, მაგრამ როცა კითხვას დავსვამ, სად? მაშინ ჩვენ ერთად უნდა მიუგოთ ორივე სიტყვით, სახლის ქვეშ, მაგრამ დაწერით ეს იწერება ცალ-ცალკე. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ მე რამდენად ქვეშ არის ცალკე ზმნიზედა და სახლის არის ზმნიზედის შემადგენელი ნაწილი დაკონკრეტებული ზმნიზედასთან ერთად. ასევე არის შენობის გვერდზე. დანარჩენი მსგავსი მაგალითებია. მაგალითად ანადგას სკამზე მე-18 ტესტი, საფეხურზე მე-19 ტესტი, გამზირზე მე-21 და 24, ქუჩაზე 22 ტესტი, გაზაფხულზე 152 და 158, შემოდგომაზე 134, გაჩერებაზე 179. მერე არის ოდნავ განსხვავებული შინაარსით, ეს გახლავთ მატარებელი გადის 5 საათზე. ჩვენი ვსაუბრობდით სხვადასხვა პასუხზე, მაგრამ სწორი პასუხი იყო 5 საათზე. 5 საათზე 180 ტესტია. გვაქვს კიდევ ტესტი ზღვაზე. ესეც 194 ტესტია. ანუ ზეზე დასრულებული არის აგერ 15-მდე ტესტი. 16 ტესტი არის ზეზე დასრულებული. ტესტი არა, ის ზმნიზე და არის ზეთი ნაწარმოები. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს როგორც ახლა ვახსენე სახლის ქვეშ. კიდევ ერთხელ მივაქცევ ყურადღებას, სახლის ქვეშ და გვერდზე სხვადასხვა იწერება არაშერწყმულად. დანარჩენი ყველა შერწყმულია. ბრუნის ფორმები იქნება თუ თანდებულიანი ზედაში, კენ თუ სხვა, ყველა შერწყმულია. მერე გვაქვს ჩვენ ნათესაობითის ფორმა. მაგრამ აქ არის ორნაირად ნაწარმოები. ცირკისკენ, მარი გადაიტანე ეს. ცირკისკენ, აგერ არის, სწორია. ცირკისკენ არის ნათესაობითის ფორმა. ცირკ არის თანხმოვანფუძიანი და ის ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ იყოს. მერე არის კენ თანდებული. კითხვა არის საით კენ? კენ მიუთითებს სწორედ აი მიმართულებას. მაგრამ ჩემ ექსკურსი უნდა გავაკეთო. ჩემ არის იგივე მენაცვალსახელი. მენაცვალსახელობით მოთხრობისა და მიცემით ბრუნვაში არ აქვს სხვა ფორმა. ყველა ბრუნვაში არის მე. მაგრამ უნდა გავიგოთ ბრუნვა როგორც 1000-ჯერ გაგიკეთებია ჩასმის ხერხით. მაგალითად, მე ვცხოვრო. მე ვერ გავიგებ რომელი ბრუნის ფორმა უნდა ჩავსვა კაცი. მე კაცი ვცხოვრობ, კაცი სახელობითია, მაშასა და მე. ამ შემთხვევაში მე ვცხოვრობ იქნება სახელობითი. მეორე შემთხვევაში მე ვიცხოვრე. მე იგივე ფორმაა, მაგრამ მოთხრობითია. ჩავსვათ კაცი, იქნება კაცმა, მე კაცმა ვიცხოვრე, მაშასა და მე ჩვენი გადაწყვეტილება სწორი ყოფილა. მე მოთხრობითია. მესამე მიცემითი დავსვამ. მე მიცხოვრია. მე ვის მიცხოვრია, კაცს მიცხოვრია, მიცემითი ამ შემთხვევაში არის მიცემითი. მე მგონი მოგაგონეთ ახლა რომ ნაცვალსახელი ჩვენ ეს არ გაგვიხილავთ ცალკე და ამიტომ მოგაგონეთ. ნაცვალსახელი მე არ იცვლის ფორმას სამ ბრუნვაში. სახელობითი, მოთხრობითა და მიცემითი. ყველგან არის მეს სახით. მაგრამ ჩასმის ხერხით ჩვენ გავიგებთ რომელ ბრუნვაშია ესათვის მე. მხოლოდ ნათესაობითი მას ექნება ფორმა ჩემ. ნათესაობითი დავიმახსოვროთ, მას აქვს ფორმა ჩემ. მაგრამ ჩემს ნათესაობის ს არ არის ნათესაობითის ნიშანი. ამიტომ ს მას არ ემატება თანამედროვე მარკწერაში ეს ძალიან ხაზგასმულია და ტესტებში დიდი ყურადღებაა მიქცეული. ჩემს ვერ ვიტყვით. იმიტომ რომ ჩემ არის ნათესაობითი. უნდა იყოს მაშინ ნათესაობითი თუა ჩემისკენ, მაგალითად როგორც ცირკისკენ იყო. მაგრამ ჩემს ის არ აქვს. ჩემს მარწერის იმასი რა ქვია წესებში ყველგან და გრამატიკაში არის ის არ დაერთვის, როცა ჩემ გვაქვს დაერთვის პირდაპირ თანდებულები. ანუ ჩემ ფუძეს დაერთვის თანდებული. ამიტომ მარწერის თვალსაზრისით და ჩემ კენ უნდა, ს არ უნდა შიგნით. ს იმიტომ რომ მიცემითის ის არის ნიშანი და აქ ჩვენ გვაქვს კენ თანდებულიანები ყველა ნათესაობითია. კენ, თვის, შესახებ, მიმართ და სხვა ყველა ნათესაობითია. ამრიგად მე თუ გაგარკვიეთ ახლა თუ მოგაგონეთ ძველი ცოდნიდან კიდევ გავიმეორებ, ჩემ არის იგივე მე, ოღონდ ნათესაობითი.
მაგრამ ნათესაობითი ჩემს არ აქვს ის ნიშანი. პირდაპირ წიგნებშიც ისაა მითითებული თვის ეწერება. ფრჩხილებში დაიწერება რომ დაერთვის თვის. ამის შემდეგ საინტერესო მაგალითი, ძალიან საინტერესო მაგალითია, თქვენ როგორც მოგახსენებთ, იქ არის წარმოშობით ზეცართა ისას მიზედან, მერე როცა საკმარისი არ გახნა იქ ძველი ქართულიდან, არ გახნა საკმარისი, მაშინ დაურთეს ით და იქით გამოვიდა ფორმა, მოქმედებითის ფორმა, მაგრამ როგორც ხედავთ, ადამიანი მაინც ვერ წყება ფორმები და ახალ საუკუნეს ემატება კიდევ ახალი ფორმა და ახლა ით რომ დაერთო, ამას იქეთ მიმართულება აღნიშნეს, რომ იქეთა მიმართულება და პლუს ამას კენ კიდევ დაერთო. ამის ისა კითხვა არის საითკენ, ზოგადად თუ ვიტყვეთ იქეთკენ ბატონო. ან იქითკენ იქნება, ან იქეთკენ იქნება. ეს არის ის ფორმა, როდესაც კენ დაემატა. ამ დროს ჩვენ ვიცით მოგაგონებთ რუსთაველიდან გველსახრელით მოიყვანს ენა თბილად მოუბარი. აქ გველზე კი არის ფიზიკურად საუბარი, მაგრამ სინამდვილეში გველზე არ არის საუბარი. აქ საუბარი არის ადამიანთა შორის ურთიერთობაზე. ანუ ადამიანს ტკბილი, ჰარმონიული, კარგი საქციელით შეიძლება ის გააკეთებინო, ისი გაკეთებაც ნამდვილად არ უნდა. ამაზეა საუბარი. მაგრამ იქ ჩვენთვის საინტერესოა გრამატიკულად ხრელით ნიშნავდა ხრელიდან, დღევანდელ ხრელიდანს. მაშინ საკმარისი იყო ით გვეთქვა, გველსახრელით მოიყვანს, ნიშნავდა ხრელიდანს დღევანდელს, მაგრამ დღეს ეს საკმარისი არ არის და გვაქვს ასეთი ფორმები. ხმოვანფუძიანთან დან დაემატება, ეს მე შეგპირდი და ახსნი მეთქი და დრო თუ დამჭა ახსნი, ეს არის განთანდებული მოქმედებისთვის დართული, გან არის ნათესაობითი და გან არის მოქმედებითი. განთანდებულია, მაგრამ დიდი ცვლილებები მოხდა და ბოლოს დარჩა ხმოვანფუძიანთან დანთანდებული, ხოლო თანხმოვანფუძიანთან კინოთეატრი და სამსახური იდან. კინოთეატრიდან და სამსახურიდან. ასე იქნება, თუ თანხმოვანფუძიანია, თეატრ, სამსახურ, რითი მთავრდება. ესე იგი, აქ არის იდან და სასტუმრო ხმოვანფუძიანია და დან ფორმა. პასუხი არის აუცილებლად საიდან. საიდან კიდევ არის მიღებული ბატონებო? სად იდან. სად იდან. მერე იქ გადაკეთდა რაღაცა და მივიღეთ ისევ საიდან. ანუ ეს მოქმედებითები, ეს არის ტესტები ჩემთან დაკავშირებით მე-80, 92, მე-20 ტესტი სასტუმროდან, კინოთეატრი 137, სამსახურიდან 157. ახლა გვაქვს განთანდებული ზუსტად ცირკისკენ როა ისე თავისი ბრუნის ნიშნით, ნათესაობითი ბრუნის ნიშნით, მაგრამ კითხვა დაესმის მაინც საიდან. მაგალითად, ისო მოვიდაო ვისგან, ვისგან კი არა, საიდან მოვიდაო? მეგობრისგან. ამიტომ მას აუცილებლად ისჭირდება, როგორც ჩირკის დროს იყო ჩირკისკენ, ამასაც ისჭირდება ნათესაობითის ბრუნის ნიშანი და განთანდებული. ეს არის 27 ტესტი. ასევე იქნება, როგორც ჩემკენ იყო, ბატონებო, მივაქციოთ ყურადღება, ჩემკენ იყო, ისე იქნება ჩვენგან. ის წავიდა ჩვენგან. ის წამოვიდა თქვენგან. საიდან წამოვიდა, თქვენგან წამოვიდა, სად წავიდა, საიდან წავიდა, ჩვენგან წავიდა, მეგობრისგან წავიდა და ასე შემდეგ. შემდეგი არის, როგორც მოგახსენეთ, 25 მარტს და 1984 წელს. ეს არის ისეთი ფორმა, რომელიც უთანდებულოდ გამოხატავს დროს. როდის დაიბადა 25 მარტს, როდის წავიდა ვთქვათ 84 წელს. ასეთი რაღაცა ჩვენ ადგილის გარემოებასთანაც გვაქვს. მაგალითისათვის, მე ვახსენე თუ გახსოვთ, ვახსენე მაგალითად მცხეთას დაეცა მამალსა. მცხეთას დაეცა მამალსა ნიშნავს მცხეთაში დაეცა მამალს. ჩვენ თანამედროვე 21 საუკუნეც ხმარობთ ამ ფორმას. მაგალითად, მე მივდივარ საით მიეშურებით და თბილისს მივეშურები. ეს არ ნიშნავს თბილისს მივეციო, ნიშნავს თბილისისკენ ან თბილისში მივეშურები, ან ქუთაისს მივეშურები, მივდივარ ქუთაისს. ეს ნიშნავს უთანდებულოა
ადგილის გარემოებას გამოხატავს, ამ შემთხვევაში მარკს და წელს გამოხატავს როდის დროის გარემოებას. გვაქვს რა საკვირველია გვაქვს ში რო აქვს ისეთი ფორმა და გაზაფხულზე რო გვაქვს ეს დროს მიუთითებს ეს არის 152 ტესტი მაისში 135 ტესტია ესე იგი შეიძლება რა უმეტესად ასეა მაისში გაზაფხულზე შემოდგომაზე და ასე შემდეგ მაგრამ გვაქვს ის ძველი ფორმები რომელიც მე მგონია საკმაო პატივშია და ამას უფრო ამაღლებულად როცა საუბრობენ მაშინ ხმარობენ შემდეგი არის იგივე ფორმა ბათუმისკენ ოღონდ კითხვა არის საითკენ მიდის ბათუმისკენ ბათუმ თარგმანბუჯიანია ის არის მიცემი ნათესაობითის ნიშანი და კენთანდებული სახლისკენ კიდევ ისევ ნათესაობითის ნიშნითაა გვაქვს ნამდვილი ზმნიზე და რასაც ქვია როდის კითხვაზე მიუგებს ხვალ და ზეგ ხვალ ზეგ გუშინ მაზეგ და სხვა ეს არის ნამდვილი წარმოშობით ზმნიზედები მაგრამ ჩვენ ნათქვამი გვაქვს რომ წარმოშობის ზმნიზედის გარდა აუცილებლად უნდა იყოს ნაწარმოების ზმნიზედებიც მაგალითად დილით ან დილას სხვადასხვა ფორმაა ერთი ნათესაობითია მეორე მოქმედებითია ორივე ზმნიზედაა თქვათ დილით გიორგიმ რაქნაო დილით გიორგიმ და ზმნებია შესარჩევი და რადა ისაუზმაო დილით არის როდის ისაუზმა თუ მიუგებს ზმნიზედის კითხვას რანაირი სახელიც არ უნდა იყოს ის აუცილებლად იქნება ზმნიზედა ამრიგად ჩვენ ეს ერთი ზმნიზედას მნა და მირთვა დავამთავრეთ მეორე გვაქვს შესაბამისობის ვარიანტები რასაც ქვია შესაბამისობა ასე ხდება თქვათ ცალმხარეს იწერება ბატონებო როგორც მოგეხსენებათ მე ახალს არაფერს ვამბობ ეს თქვენ ყველამ შეიძლება ჩემზე უკეთესად იცოდეთ ცალმხარეს იწერება თქვათ რაღაცა სტატუსი აი თქვათ დედაქალაქები იწერება მეორე მხარეს იწერება არეულად ოღონდ პასუხები იწერება თქვათ სახელმწიფოები თქვათ ეს თბილისი რომ საქართველოა შეიძლება თბილისი პირველი იყოს მაგრამ აგერ მე-6-ზე მეწეროს მე საქართველო და როდესაც ადამიანი ტესტირებას გადის იმან შესაბამისობა უნდა მოძებნოს ანუ პირველია თბილისი დედაქალაქი რომელიღაც სახელმწიფოში აგერ მე-6-ში ყოფილა იქ წერია ინგლისი საფრანგეთი და სხვა მე-6-ში არის თურმე საქართველო მე უნდა აღვნიშნო ცხრილში რომ პირველ შეესაბამება მე-6 ამას ქვია შესაბამისობა დაახლოებით ამდაგვარი ვარიანტი გვაქვს ჩვენ დავარქვი ამას შესაბამისობა მაგალითად გვაქვს ასეთი ტესტში 67-ში არის 2 დღის შემდეგ რომელი დღე იქნებაო და ჩამოთვლილია დღეები დღეს და სხვა დროს რასაკვირველია 2 დღის შემდეგ იქნება ერთი იქნება ხვალ და მეორე იქნება ზეგ 2 დღის შემდეგ 67 ტესტი ახლა იგივე ფაქტი ოღონდ გადაწეული წარსულში 2 დღის წინ რომელი დღე იყო გუშინ არის დღევანდელი დღის წინ და იმის წინ იქნება გუშინ წინ 68-ია მერი არის ცოტა სხვანაირი მენიუ მომიტანეთო ვინ ამბობსო ამას მიმტანი ამბობს თქვათ ექიმი ამბობს თუ ვინ ამბობს ჩვენ უნდა შევარჩიოთ ის სახელი რომელიც შეესაბამება მენიუს მიმტანს მენიუს მიმტანი იქნება რასაც ქვია ჩვენ ვეძახით ოფიციალურად მიმტანს 99 ტესტია რა ღირს მგზავრობა რომელ ადამიანს მიემართება რომელ პროფესიას მე ასე ტესტი წერია რა ღირს მგზავრობა მიემართება ამ მოვარჩევთ ძღოლს მგზავრობაზე ძღოლს ველაპარაკები ავტობუსი გაჩერდება და შესავსებია ეს არის სიტყვა ჩასასმელი შიგ მაგრამ უნდა ამოვარჩიოთ გაჩერებებზე წერია ავტობუსი გაჩერდება გაჩერებებზე მაგრამ იქ სიტყვა რომ უნდა ჩაემატოს დანარჩენი სიტყვებიდან ამოვარჩევთ მხოლოდ ესე იგი ავტობუსი გაჩერდება მხოლოდ გაჩერებებზე ეს გახლა 179 მერი არის ცოტა სხვანაირი ტესტი თუ შეიძლება თქვას აბრევიატურაზე ეწეროს არ დაყაროთ ნაგავი არ დაანაგვიანოთ ჩვენ რატომღაც უფრო თბილად ვეუბნებით ადამიანებს და ვამბობთ აქ ნაგავს ნუ დაყრით ნუს ვამბობთ ვარბილებთ ჩვენს საუბრის ფორმას მიმართვის ფორმას და
უფრო მოწიწებით ვეუბნებით, მაგრამ დაყრით რასაკვირველია ვიმეორებთ. რით შემიძლია იქ რამდენიმე მაგალითია 192-ში, რით შემიძლია აი საჩტუნებლად და გამოსაცნობად არის ორი მსგავსი მაგალითი. ერთი არის გიმსახუროთ, მეორე არის გემსახუროთ. გიმსახუროთ, ახლა როგორ ვიღაცას თუ მივმართავ და ვეუბნები რით უნდა გიმსახუროთ თქვენ, ასე უხეშად როგორ შეიძლება მივმართო ადამიანს? არა, გიმსახუროთ ნიშნავს, ვისაც მივმართავ, ის მე უნდა მემსახუროს. ნაცვლად იმისა, რომ მე თავაზიანად უთხრა, ვთქვათ, ჩვენს კლიენტს ვიღაცას უთხრა თავაზიანად, მე გემსახურები თქვენ მეთქი. ეს არ ნიშნავს, რომ მე მაინც და მაინც მსახური ვარ ან მონა ვარ ან რაღაცა. ეს არის თავაზიანი ფორმა. რა მოგიტანოთ კი არა, საწაგიყვანოთ კი არა, არამედ რით გემსახუროთ. ეს არის ძალიან თავაზიანი ფორმა და შესაბამისი არის. რით შემიძლია, უნდა შეუსაბამოთ გემსახუროთ. იგი დადის პირველ კურსელია და დადის სად? უნდა მოვნახოთ პასუხი, ეს იქნება თუ პირველ კურსელია, ლოგიკა გეუბნება, რომ უნივერსიტეტშია ალბათ. ქარი თავისთავად რომ ქრის, იქ სხვადასხვა რაღაცებია, მაგრამ ქარი რომ ქრის, ეს არის 193 ტესტი. ახალი ამბები, ახლა ახალი ამბები მომიტანეს კი შეიძლება ხალხურ მეტყველებაში. ახალი ამბები გავიგეთ შეიძლება, მაგრამ როდესაც მას ტელევიზიიდან, შორი მანძილიდან გვაწვდიან, ესე შეიძლება მოგვაწოდეს, მაგრამ უფრო ზუსტი არის და მიღებული ფორმა არის გადმოსცეს. ამიტომ ახალი ამბები გადმოსცეს ტელევიზიით 190. შემდეგ არის ცოტა ისეთი მხატვრული სახე, რომელიც შეიძლება იმსჯელოს ადამიანმა პოეტურად, ცა მოწმენდილია. ცა მოწმენდილი ახლა მოგეხსენებათ, არავინ არ წმენდს, ეს კოსმიური ამბებია, მაგრამ არის კამკამაცა ისეთი, რომ აი უყურებდა რომ ვერ ცხები. და იმ პასუხებში, იმ ოთხ პასუხიდან ამოვარჩევთ ცა უღრუბლოა. ცა არის უღრუბლო. 198. მერე ნამცხვარს არის და ჩვენ ევროპული ენებიდან გამომდინარე ვამბობთ ვაკეთებთ ამ ნამცხვარს, ვაკეთებთ. სინამდვილეში სიტყვას დავაკვირდეთ ნამცხვარს, თუნდაც არ ვიცოდეთ, ნამცხვარი მოდის ცხობისაგან. ანუ ჩვენ უნდა ვთქვათ ვაცხობთ ნამცხვარს. ნა და არი ნიშნავს უკვე ჩვენ ცხობა დავამთავრეთ და ნამცხვარი არის შედეგი ჩვენი მოქმედების. ამიტომაც აუცილებლად ვამბობთ ვაცხობთ. გიორგიმ წერია დილით და მერე არის ზმნები. ჩვენ უნდა შეუსაბამოთ, რადგან დილით არის, ამას უზმოობა ქვია, ანუ ჯერ პირველი ლუკმაც რომ არ გიჭამია, იმიტომ ქვია დილის ჭამას საუზმე. სხვათა შორის ძველ ქართულში მას სადილი ერქვა. სადილი ერქვა დილის საჭმელს და არა საუზმე, მაგრამ მერე გადაკეთდა. გზაზე ბევრი მოსახვევია. აქ არის ურთიერთგამომრიცხავი პასუხები, რომ გზა ძალიან სწორია, რომ გზა საერთოდ არ არის სწორი, რომ გზაზე არ შეიძლება საერთოდ სიარული. ასეთი კატეგორიული მოთხოვნა კი არ არის, შესაბამისი გჭირდება. გზაზე ბევრი მოსახვევი არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება სიარული. არც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ნამდვილად სწორი, ან საერთოდ გზა რომ არ არის, არამედ გზა სწორი არ არის, ჩვენ რო გვინდოდა ისე და მოყოლად უნდა ვიაროთო. ეს არის შესაბამისი 199. მერე არის ასეთი კითხვა, მაგალითად, რა გვაქვს ჭამად, მოტანად, მიტანად და სხვა. ჭამად როგორ შეიძლება რა გვაქვს ჭამად, ასეთი უხეში ფორმები ჩვენ არა გვაქვს, გვაქვს ან საუზმედ რა გვაქვს, ან სადილად რა გვაქვს, ან სამხრა და ან ვახშმად. ამ შემთხვევაში წერია ვახშამი. ანუ რა გვაქვს ვახშმად, 2201-ია. გაციებას შველის უნდა შეუსაბამოთ, იმიტომ რომ გაციებას შველის ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის კარგად, მაგრამ ნამდვილად დაეხმარება წამალი თუ ასეთი მკურნალობა, მიმართულება და უშველის მას. უშველისგან გამომდინარე არის შველის. ბავშვები არ ვატარებთ ან უხეში ფორმები არ არის, არამედ არ დაიშვებიან. ანუ თუ ბავშვები მოვლენ, ესეც ლამაზად არის მაინც შედარებით ნათქვამი და ბავშვები 12 წლამდე არ დაიშვებიან, ესაა 204-ის პასუხი. და ბოლო არის ისევ სიტყვაზე დაკვირვება, ეს არის მოსაღამოვდა, ნიშნავს ნამდვილად საღამოს ბოლო ფაზა არ არის, მაგრამ უკვე
საღამო დგება და მისი პასუხი არის საღამო დადგა. არ შუადღე, არ შუაღამე, არც დილა, არამედ უკვე საღამო დადგა. ან მე მაგალითად დავწერდი დგება მეთქი, მოსაღამოდაზე დგება, იმიტომ პროცესი არ არის დამთავრებული. ღამის წინა ფაზამდის არ არის მისული და დადგა ნიშნავს, ნუ რა ვიცი. ასედაც შეიძლება გაიგო, რომ დაიწყო რაღაცა პროცესი, რამდენიმე ფაზისაგანაა საღამო და ბოლო-ბოლო დადგება ეს საღამო. ეს გახლავთ ის რისი მოტანაც მე თქვენამდე მინდოდა. თუ რამე შეკითხვები გექნებათ, მე დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. სადაბი ჩეგმონდული. თუ გექნებათ კითხვები, მე რაც შემეძლება გაგცემთ პასუხს და თუ არ შეიძლება და მომდევნო ლექციებში. ხებს ჩავუთავ ქალბატონო ლუარა ხლას ხვებსაც და უბრალოდ სწორედ მე არა მაქვს ეს ფუნქცია, თქვენ თვითონ შეგიძლიათ ჩართოთ ხმები და თუ რამე კითხვები გაქვთ მივასწრებთ. ქალბატონო ლუარა თქვენი დამხმარე შეიძლება ვნახოთ ეკრანზე. მოდი მარი. მორჩი ახლა რა სინაზები? სწრაფად. ეს რა ჩემი გოგო? ოჩახ მარი. ოჩახ შენ, ბამაყობ შენ. კარგით, მეგობრებო, მოკლედ ახლა მე დაგემშვიდობებით, რა კი კითხვები არა გაქვთ. და ჩავაგდებ, როგორც კი დავაკონვერტირებ ვიდეოს ლინკს და ქეთის შემოგვიერთდება დღეს. აი, მოდიოთ, მადლობა. მადლობა ქალბატონო ლუარა. ცოცხლეთ ბატონო, ცოცხლეთ.